ახლა მითხარით წინასწარ თუ გეგმავდით, მარიამ, სოფო გეგმავდა და მე გეტყვი რატო გეგმავდა. მაგრამ შენ თუ გეგმავდი წინასწარ ასეთ შედეგს. ჩემპიონობას? ხო. რა თქმა უნდა, მაგისთვის გავიღვიძე დილით, რომ მეთქი უეჭველი ჩემპიონები უნდა გავხდეთ, იმიტომ რომ პირადურში ისე მოვდიოდით უმედლოდ და ხო. უნდუშიც ისე ხო ერთ ამოვიდოდით. რა თქმა უნდა და უნდა ვიყავით ჩემპიონები. ყველაფერი სოფო, შენ მოყევი ახლა რატო მოიგე ევროპის ჩემპიონატი? იმიტომ მოვიგე რომ თქვენ გამაცილეთ კარგ ფეხზე. მე მაშინ არ ვიყავი. ხო. თორე მეც ვიტყვი. მაშინ იყვნენ სოფიო და ეთერ ასკილაშვილი შემხდნენ, მოკლედ მეც მივდიოდი ევროპაში, თქვენ მიდიოდით ევროპის ჩემპიონატზე. ხო და მოკლედ შევხვდით ესეთ სივრცეში, სადაც მე უკვე კარგად შეზარხოშებული ვიყავი და უცებ შემოვიდა სოფიო და ეთერი. ევროპაზე მივდივართო და ხო გითხარი ოქროს გარეშე არ ჩამოხვიდეთ მე. აბატო, აი თუ არ მუშაობს ეს ოსში, ხო, ოთარი სპორტ შოუ. მუშაობს, დაზღვევა, მე ხო ჩემი დაზღვევა მაქვს. მაგრამ ეს ევროპაზე ჭრის უბრალოდ მოსვლა და მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონობას ნიძლავი უნდა. ხო, გენოს ხო დავენიძლავი 50 კაციან სუფრაზე და თქვენ დაგეგნიძლავებით 5 კაციან ტირამისუზე.